დღეს ველოსიპედით სვანეთში ვიმოგზავრებთ. აქ ჯამში 4 დღეს გავატარებთ. ვეწვევით მოლაშქრების ადგილზე გზას გავუყობით შთუგრას ჩანჩქერისკენ. ამით შემთხვევით არ გავდუმებთ, მაგრამ ნისლმა და წვიმამ თავისებური ეფექტი იქონია ჩვენს ტურზე. შემოდგომის სფერები განსაკუთრებით უხდება სვანეთს. დავტკბით ბუნების მრავალფეროვნებით და ამ სეზონის პირველ თვალსაც ვეზიარეთ. ვეწვიეთ უშგულს, დავაგემოვნეთ ადგილობრივი საკვები და ძალიან ბედნიერებმა დავასრულეთ ტური. ჩვენი მეგობარი ჯუნსული ჩვენთან არის. მაშასი, დავიწყოთ მოგზაურობა. დილის 6 საათია და ვიწრებით სვანეთისკენ. სმარტში ყავის გაჩერების დროა. ულამაზესი ადგილი. ესეთი გემრიელი მაისის ეზო იყო მშვენიერი და ეხლა ვაგრძელებთ გზას მესტიისკენ. წინ გვაქვს მიახლოებით 5 საათიანი გზა. გადარჩა. თითქმის უკვე მივედით. სადღაც 1 საათში უკვე ვიქნებით მესტიაში. ესეთი ცენტრში ვართ. ეხლა ვართ ლაივაში. სადაც ესეთი ლამაზი რაღაცები გვხვდებათ. მაგიტაზე. აუცილებლად დასასრულში შედის მეტვის ხაჭაპური და კუბდარი. სვანეთში ესეთი მოღრუბლული დღე გაგვითენდა. თუმცა არ წვიმს, რაც ძალიან კარგია. ცოტა ცივი, იმიტომ რომ ძალიან შეფუთული ვარ, მაგრამ თავს გრძნობ ძალიან კარგად და ეხლა მივდივარ ჩვენი შთუგრას ჩანჩქერისკენ. ნაწილი გვექნება ველოსიპედით სიარული, ნაწილი გვექნება ჰაიკინგი. ნახოთ რა იქნება, ამინდი რა ვიცი. ნახოთ რას გვიმზადებს დღევანდელი დღე. აქ ველოსიპედების გამართვა მიმდინარეობს, დავზეთეთ, შევპოხეთ. ერთი მაგლება აქ. წვეთ ჩვენს ტურს. დავიძარით. მართალია წვიმს. მაგრამ ძალიან მონატრებლები ვართ ველოსიპედზე, ნუ მე მონატრებელი ვარ ძალიან და ძალიან მიხარია. ჯერჯერობით ოდნავ გრილა, სხეული არ არის გახრებული, მაგრამ ყველაფერი წინა. ხეldra. Ირსი ხარ გცხევ. არ მიკვირა. ქართველები ვართ. ეხლა დავლებთ ჩაის ყავას. წავით 5 კილომეტრიანი საკიდან ჩანჩქერამდე. არის ჩაის დრო. გარეთ წვიმს. ზაფხული ადგილია. ეს დაიჭირა. იქ ზემოთ ავდივართ. ულამაზესია. მათერექები არის ძალიან სწორი. ძალიან სწორია. და ნახეთ. ყოველთვის არ გადიხარ ველოსიპედით. გადახარ მიყვავს ხელით. აგზა არ გვაქვს. საოცარი. საჰაიკინგოდაც მშვენიერი ადგილია. ამაზესია. მე რო არ მიხარდა მეგონებოდა რომ ფოტოშოპი.
უნდა იყოს უბრალოდ დიდი ჩანჩქერი, მაგრამ არა. დამატებით ფოლს. დიახ. სიგიჟე. ჩვენ ახლა უკან გვუნდებით ესეთი ლამაზ ხედებზე. გიჟდები ისე მიყვარს. Jar, and so it was like ულამაზესი სვანეთიდან სალამი. ცოტას გამოგვიჩნდა მთელი მისლებიდან. ძალიან ლამაზი დილამშვიდობისა ულამაზესი სვანეთიდან. დღეს გვაქვს ძალიან კარგი ამინდი. შიგადაშიგ ესეთი ღრუბლებია. ერთი ის არის რომ თევზე ჩამოთოვა და ზემოთ დღეს ქორულზე ვეღარავდი ერთი, იმიტომ რომ გუშინ იყო ერთი ტურისტი და გითხრა რომ თოვლი არისო და წუხელ თოვლ და -3 გრადუსი იყო და უფრო თოვლი იქნება და მაგიტო გადავიფიქრეთ, მაგრამ სამაგერად დღეს უშქუდში მივდივართ, სადაც უკვე ძალიან ლამაზ ადგილებს ნახეთ. აქეთაც ნახეთ რა ლამაზია, ეს თო გუშინ არ ჩანდა და დღეს ჩანს და აი ულამაზესია, ძალიან ლამაზია. ყვითელ, წითელ, თეთრ რაღაცა საოცარი ფერებითა სვანეთი წარმოდგენილი. დევ აქ არის სხვა მუზეუმებიც, სხვადასხვა გვარის, ამავე მარგიანის მუზეუმია და ჩვენ ახლა ძვარი გვაქვს, მაგრამ თქვენ გიჩვენეთ რომ ნახოთ. ეხლა გიფსი და მელანი წავდნენ უშკულისკენ. იშიც მოვედით. ეხლა ვართ უშკულში. 40-ში თუ 42 სვანური კოშკი იყო აქ ადრე. მაგრამ ნუ მერე ის ზვავები და რაღაცები რომ ხარ, ბევრი სახლი განადგურდა, ადამიანები დაიხოცნენ და ნუ საკმაოდ რთული ისტორია აქვს აქაურობას. ძალიან ცივა. იქ ზემოთ თოვლებია, მაგრამ არ ჩანს. ეხლა წვიმს. და რავი, აქ უკვე ზამთარია. აქ არ არის შემოდგომა იყო. იქ ფესტიაში, მაგრამ ხა უკვე აქ არ არის. შტავაზია. სახში გამოსული კოშკი. შესაძლოა ვიყავთ კოშკში ვიწამოთ. კოშკში ვართ. დილამ შეკრების უშკულით. მისთვის თავდაცვა გავუკეთებიათ, ახლა ლამარიას მიწებდა. ჩვენი მეგობარი ჯუისლუბი ჩვენთან არის. შევზეთავ ჩემს ველოსიპედს და წავა. ძალიან კარგი კითხვაა, საერთოდ რატო მივდივართ? Girls power. წვიმს, ცივა. არა, თავი ხო განწყობა. დავიძარით. ეს უკან არის ერთ-ერთი ყველაზე უხვ კოშკიანი დასახლება, ანუ უშკულსა რა თქმა უნდა, მაგრამ პატარა თემებად არის. 4-5 თემია. როგორც ვიცი, ძალიან ცივა. ხელი ვეკინება ეხლა რომ ვიღებ. აღმართებზე ამოვედი და ჩავთვით. ახოდის უშკულა. ვერაფრით ვერ მოხსენი, რატო გულყავს ადამიანებს სირთულეები და გამოწვევები. სხვა რა თავისუფლება. ამაზესია. ეხლა კიდე დაგჭა უფრო დიდი აღმართები, სადღაც 5 კილომეტრი და მივახცეთ უმაღლეს წერტილს.
2600 მეტრს მიახლოვებით. ცოტა არ არის. აღმართზე თუ არ უნდა დაკარგო და უნდა ჭამა. თავდაცავდეს. ცხენუკები. უსაყვარლეს ადამიანი რო ყავს გვერდზე ნიშნავს აი ამას. საში უკვე მეორე თოლის ალბათ დამახოდრა გიფსი. უეჭეროს რო გიფსისა. 13 ოქტომბერს ველოსიპედით ასე თოლში არ ყოფილა არასდროს. მაგარია. ეხლა უკვე მანქანაში ვსხდებით, იმიტომ რომ ძალიან ცივა. ჯობია რომ ჩავსხდეთ და მშვიდად წყნარად დავეფრათ. ესე დასრულდა ჩვენი ტური სვანეთში. როგორც ყოველთვის სვანეთი ისევ შთამბეჭდავი იყო. დაგვიტოვა ძალიან სასიამოვნო მოგონებები და წუთები. გზად პრომეთეს მღვიმესაც ვესტუმრეთ. და რა თქმა უნდა, ქუთაისში ვიკენდიას. ქუთაის ვიკენდიას გარეშე ვერ ჩაუვლი. ამიტომ შევჭამ ვიკენდიას ქავალებს. გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან წინ ძალიან საინტერესო თავგადასავლებს შემოგთავაზებთ.